მადლამშტობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9-ზე. ერთ საათში იწყება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლულმა ჯგუფმა რამდენიმე ადამიანს უნდა მოусმინოს. ხდომაზე მიწვეული არიან იუსტიციისა და შინაგან საქმეთა, ასევე გენერალური პროკურატურისა და ცესკოს წარმომადგენლები. წინა ხელისუფლების პერიოდში მაღალი თანამდებობის პირთაქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს მართველი გუნდი, ოპოზიცია კი კომისიის შექმნასა და მის მუშაობას კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მთავარი ამოცანა ამ კომისიის არის აგვისტოს ომში რუსეთის ბრალის გაქრობა, საკუთარი სამშობლოთა დანაშაულება და ამ გზით შემდგომ უკვე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სხვა არანაირი აზრი ამ კომისიას არ აქვს. აქ არ არის მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა, ამ საგამოძიებო კომისიის ყველაზე დიდი პრობლემა არის აგვისტოს ომის გამოძიება. 2004-დან 2012 წლამდე ჩადენილი იქნა არაერთი მძიმე დანაშაული. მძიმე დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ, ოჯახების წინააღმდეგ. კონკრეტული ფაქტები ვიცით, როდესაც დაიჩაგრენ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. ასე რომ მიზეზშედეგობრივი ანალიზი იმის საფუძველს აუცილებლობას ქმნის, რომ ამას ყველაფერს სათანადო შეფასება მიეცეს. პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი ასეთი აუცილებლობა დადგა, კონკრეტული ადამიანებიც უნდა მიეცნენ პასუხისმგებაში. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებაზე ემსჯელებენ დღესვე დეპუტატები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე. სიახლეს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზანით საქართველოს ბიუჯეტით ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. განმარტებით წერილში აღნიშნულია, რომ საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხოდრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პრემიერის მიერ იყო ინიციატივა გაშღერებული, რომ საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გარკვეულწილად ეს ინიციატივა დღეს უკვე თანხმედრაშია იმასთან, რაც საზღვედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ხდება USAID-ისთან, როდესაც გვესმის ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, რომ უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა დაექვემდებაროს ეს ორგანიზაცია. სააგენტოს მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ ის პროექტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის. მორიგი უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარე დაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონო დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. ომი გრძელდება უკრაინაში, საჰარო განგაში, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, შაჰიდის დრონების საფრთხის გამო ჩაერთო. დაიბომბა ზაპოროჟიე, დაზიანდა საწყობები, გაჩნდა ხანძარი. შეტევა იყო ხარკოვშიც, დრონით იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. აბუ-დაბიში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად. ამ ქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს უკრაინა რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად დაგეგმილ მშვიდობის სამიტს. ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებასთან დაკავშირებით სულ მალე შეხვდეს და რომ მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად Fox News-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვოტკოფმა განაცხადა, რომ ის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ვოლცი აპირებენ საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის გამგზავრებას. მედიის ინფორმაციით შეხვედრა ხვალ შედგება. გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთშიც. დრონით იერიშის შედეგად ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფახში დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ სამიზნე რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი იყო, რომლებიც ისრაელის ძალებს უახლოვდებოდნენ.
თავდასხმა დაგმო ჰამასმა დაჯგუფება მომხდარი ფაქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მხარდაჭერა ისრაელის შემდგომი ქმედებების მიმართ ღაზაში. ტრამპის თქმით, მან ნეტანიაჰუს უთხრა, რომ გაეკეთებინა რაც უნდოდა, როდესაც ჰამასსა და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, ჰამასმა შეთანხმების თანახმად შაბათს 3 მძევალი გაათავისუფლა. და კვლავ საქართველოს თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში უკვე დანერგილია. შედგა შეხვედრა, სადაც თევზმომშენებელ ფერმერებს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოუდგინეს. გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეც დაესწრო, მონაწილეებმა საქართველოს აკვაკულტურის პოტენციალის არსებული ვითარებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს. შიდა ქართლში შევხვდით მეთევზე ფერმერებს, მათ გავაცანეთ ის კვლევები, რომელიც დაინერგა სრულად ახლახან, ეს არის სოფლის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ეხება თევზის ვირუსების კვლევას, ბაქტერიოლოგიას, პარაზიტოლოგიას და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოთ, რათა მოხდეს ჩვენი ქართული პროდუქციის ექსპორტი. რუსთავმა კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა, გამოვლინდა გამარჯვებულიც, მას რუსთავის თასი 2025 და ფულადი ჯილდო. ტურნირის ყველა მონაწილეს კი რუსთავის მერის სპეციალური საჩუქარი გადაეცა. შეჯიბრში 300-მდე მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა. რუსთავის გარდა კიბერფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. რუსთავის თასი 2025-ში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ახალგაზრდამ. კიბერსპორტი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით კიბერფეხბურთით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. რუსთავის სპორტის სასახლემ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეკრებილიყვნენ და მონაწილეობა მიიღოთ ამ მასშტაბურ ტურნირში. სახლი ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა ბაია გალერეაში. წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი საბა გელაშვილის 9 აბსტრაქტული ნამუშევარი. როგორც თავად მხატვარი ამბობს, გამოფენის იდეა დაკონკრეტებული არ იყო და დამთვალიერებელს ამის განსაზღვრა თავად შეეძლო. ეს საბა გელაშვილის უკვე მეორე პერსონალური გამოფენაა. გამოფენის სათაურია სახლი, გამოფენის წარმოდგენილია 9 აბსტრაქტული ნახატი. გამოფენის იდეა არ არის დაკონკრეტებული, ნახოს შევცვლათ თავად განსაზღვროს იდეა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ნახავთ საბას ძალიან კარგ გამოფენებს, იმიტომ რომ მხატვარი არასოდეს არ ჩერდება, ის სულ ეძებს, სულ ძებნაშია, ესე ვთქვათ და მინდა ვთქვა, რომ ეს ამ ეტაპზე ეს გამოფენა ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ თან დიდი ზომის ფერწერები არის. რაღაც თვალსაზრისით ცოტა მაგონებს ამერიკულ ექსპრესიონიზმს არ ვიცი კიდე შეიძლება, მაგრამ რაც თავარია, რომ თვითონ ინდივიდუალურია და ესე ვთქვათ პერსონაა და ამას ვხედავ, ხატვარია. ისეთი მუხტი მოდის, ისეთი ენერგია მოდის აი ამ ნამუშევრებიდან, რომ ეს არის ძალიან მოკლედ საინტერესო, ძალიან ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ, რომ მის შემოქმედებით გზაზე, რომელიც იქნება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან დიდი, იქნება ძალიან ბევრი წარმატებები. დღეს მნიშვნელოვანი ამბების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. მე კი ამით 10-მდე გემშვიდობებით.